ახალი ამბები, ახალი პრესა. დაიწყე ახალი დილა იმედით. დილის 7 საათიდან 12 საათამდე. ენერგიული, ცოცხალი, ინფორმაციული, ხალისიანი, შემეცნებითი, აქტიური, პოზიტიური, კონტაქტური, მრავალფეროვანი დილის არხი. რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით საინტერესო თემით და კიდევ უფრო საინტერესო სტუმრებით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ აგორაზე შეხვედრების შესახებ. ეს არის ესეთ პირობითი, ხო? პირობითი სახელწოდება, ნამდვილად კი. პირობითი სახელწოდება, სადაც იმართება სემინარები, მოხსენებები, პრეზენტაციები, კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით და დღეს 2 აპრილს მოგასვით ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია 5 საათზე გაიმართება ანა რუსუს, ეს არის პატრის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტის ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი, რომელიც არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, მასთან შეხვედრა, ის წაიკითხავს მოხსენებას საინტერესო თემაზე ბერძნული სექსისტური ენა და აქვე წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, ჩვენ საყვარელ სტუმარს უკვე ირინე დარჩიას, ფილოლოგს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს. დიდი მადლობა, რომ ასეთი გრაფიკის მიუხედავად დღეს იწყებთ ჩვენთან ერთად პირველ რიგში და მოდით დავიწყოთ თქვენ, მოდით მოგუყვებით ამ შეხვედრების შესახებ, საიდან გაჩნდა იდეა და ეს ძალიან პოპულარული არის. ხო, უკვე რაღაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ესწრებიან არ შეხვედრებს და ისინი არ არიან დარგი სპეციალისტები. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ თემებით დაინტერესებისთვის, უკვე ტრადიციულად, ზოგადად საუნივერსიტეტო ცხოვრებით მეცნიერები დაინტერესებისთვის და წარდგენისთვის. დიახ, ეს არის პირობითად შეხვედრები აგორაზე, ასე ვუწოდებთ და ეს გახლავთ, როგორც უკვე აღნიშნეთ, ესეთი ტრადიცია, როდესაც ვიკრიბებით უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩვენს ინსტიტუტში, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში და გვაქვს სხვადასხვა საჯარო მოხსენებები, კვლევითი სემინარები, პრეზენტაციები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ხელოვანებთან, მწერლებთან, პოეტებთან და ყველა ადამიანთან, ვინც არის დაინტერესებული ბერძნულ-რომაული კულტურით, ენით, ლიტერატურით, ისტორიით და მისი რეცეფციით თანამედროვე სამყაროში. ძალიან ხშირად გვყავს ხოლმე სტუმრები უცხოეთიდანაც, ანუ ეს არის შეხვედრების ადგილი არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც. და ესეთი პატარა კურიოზული ამბავი შემიძლია გავიხსენო, ერთ-ერთი ბერძენი კოლეგა შარშან ჩამოსული იყო ტურისტულად თავის ოჯახთან ერთად და ქართულ ელინისტი ჩვენი კოლეგა და ქართულმა მეგობრებმა უთხრეს, რომ რახან ჩამოსული ხარ, როგორ შეიძლება რომ არ წახვიდე და უნივერსიტეტის აგორაზე ლექცია არ წაიკითხო და მართლა ტურისტულად ჩამოსული ბერძენიც კი მოვიდა და გვეწვია, ასე ვთქვათ, და მასაც შევხვდი და უაღრესად საინტერესო ლექცია წაგვიკითხა ბერძნული ისტორიის შესახებ. ანუ ეს ერთგვარი ტრადიცია, რომელშიც მონაწილეობენ უკვე ჩვენი უცხოელი კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. და არის მრავალფეროვანი თემები, ხო? აქ არ არის საუბარი მხოლოდ ლიტერატურაზე, ჩვენ ხვდებით სხვადასხვა მიმართულების, ხო, თემებს, მეცნიერულ ნაშრომებს. როგორ ხდება აი ამ თემების შერჩევა და მოდით გადავიდეთ დღევანდელ მოხსენებაზე და კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ ჩვენი სტუმარი. თემების შერჩევა არის ხოლმე დამოკიდებული რაღაც აქტუალურ თემებზე, მაგალითად, მქონდა შეხვედრა გიორგი მაისურაძესთან, ანშოთა იათაშვილთან, მწერლებთან, რომლებიც არიან დაინტერესებული ანტიკური თემატიკით, ბერძნულ-რომაული კულტურით. ხდება ხოლმე, ვთქვათ, დღეისათვის მეცნიერებაში არსებული აქტუალური საკითხიდან გამომდინარე, რაღაც ახალი სარგმანის, ახალი ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით. ანუ ამოსავალი არის რას? ინტერესი ბერძნულ-რომაული კულტურის და თანამედროვე სამყაროში მისი რეცეფციის მიმართ. რაც შეეხება ჩვენს სტუმარს, მე მოხარული ვარ, რომ შემიძლია წარმოგიდგინოთ ჩვენი კოლეგა და უკვე მეგობარიც, ქალბატონი ანა რუსუ, რომელიც წარმოადგენს პატრის უნივერსიტეტს, ფილოლოგიის დეპარტამენტის ენათმეცნიერების მიმართულებას და საკმაოდ დამაინტრიგებელი სახელწოდების მოხსენებას წარმოგვიდგენს. და მისი აი ამ თემის წარდგენა, ხო, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ანუ კითხვის ნიშნის ქვეშ გულისხმობ
გულისხმობ იმას, რომ ბერძნული სექსისტური ენაა, კითხვის ნიშანი აქვს ბოლოს ამას და აი მოსმენის შემდეგ თქვათ, აი დღეს რა განცდარჩება არის ამ კითხვებზე პასუხი. Καλώς ορίσατε στη Γεωργία και στο σταθμό Ιμένη. Και μια ερώτηση, το θέμα της ομιλίας σας είναι λίγο προκλητική και είναι μια ερώτηση. Is Greek sexist language? Και τι θα μας λέγατε τελικά, είναι sexist ή δεν είναι? Ωραία, καλημέρα, ευχαριστώ για την πρόσκληση. Η απάντηση σύντομη είναι ότι οι γλώσσες δεν είναι ποτέ σεξιστικές. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ყველას. თქვენს შეკითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი და ძალიან მოკლე, რომ სინამდვილეში ენა არ შეიძლება რომ იყოს სექსისტური. Όμως οι ομιλητές που χρησιμοποιούν τη γλώσσα μπορούν να έχουν σεξιστική συμπεριφορά. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ენაზე საუბრობენ, ანუ ამა თუ იმ ენას იყენებენ, მათ აი ამ ადამიანებს, ენის გამომყენებლებს შეუძლიათ რომ კონდეთ σεξιστური ქცევები. Επομένως, εξαρτάται πώς χρησιμοποιεί ο καθένας τη γλώσσα για να κάνει αυτές τις διακρίσεις, τις έμφυλες διακρίσεις που λέμε, το σεξισμό. და ესე იგი, პასუხი თქვენ კითხვაზე არის დამოკიდებული იმაზე, თითო ინდივიდუალურ ადამიანზე, თითოეული ადამიანი როგორ იყენებს ამ ენას, ანუ თავისი ამა თუ იმ სექსისტური გამოთქმისთვის თუ განწყობისთვის, რამდენად შეუძლია ენის გამოყენება. Να δώσω ένα παράδειγμα καλύτερα. ხომ არ გინდათ რომ მაგალითი მოგიყვანოთ? ძალიან საინტერესო იქნება ενδιαφέρον να έχουμε κάποια როგორი იყო კლევის ინსტრუმენტები აქაც რომ გითხრას. Ωραία, αν πω στα ελληνικά, αν έχω τη λέξη καθηγητές, αυτό ως λέξη, το γραμματικό γένος είναι αρσενικό. Και το χρησιμοποιούμε ωστόσο ως λέξη αν θέλω να απευθυνθώ σε ένα ακροατήριο που περιλαμβάνει όχι μόνο άντρες και γυναίκες. ბერძნულში გვაქვს ესეთი სიტყვა, καθηγητές, ანუ პროფესორები და როდესაც აი ამ ფორმით ვიყენებ, ამ შემთხვევაში მე გამოვხატავ, მე მივმართავ, მოვიხსენიებ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალები. ანუ მამაკაცები და ქალები რაღაც ერთი საერთო გაერთიანება არის, მაგრამ მოვიხსენიებ სიტყვით, მრავლობითი რიცხვით, რომელიც არის მამრობითი სქესის. Επομένως, αν θέλουμε να δείξουμε, εγώ που είμαι στο πανεπιστήμιο, ότι έχουμε και γυναίκες, πώς μπορούμε να το δείξουμε καλύτερα? Ο καλύτερος τρόπος είναι να πούμε καθηγητές και καθηγήτριες. Να χρησιμοποιήσω και το θηλυκό. იმ შემთხვევაში, როდესაც მინდა საგანგებოდ აღნიშნო, რომ დარბაზში მაგალითად არიან შეკრებილი როგორც მამაკაცი პროფესორები და ქალი პროფესორები, როდესაც ეს მინდა ხაზგასმით გამოყო, რომ მარტო მამაკაცები არ არიან, მაშინ მე ერთ სიტყვას ვერ გამოვიყენებ, უნდა გამოვიყენო ორი სიტყვა და უნდა ვთქვა καθηγητές, καθηγήτριες, ანუ მამაკაცი ქალები და მამაკაცი, ასე ვთქვათ, პროფესორი ქალები და პროფესორი კაცები. ანუ ვიძულებული ვარ, რომ იმისათვის, როდესაც მინდა აღვნიშნო, რომ დარბაზში არიან პროფესორი ქალებიც და მამაკაცებიც, ორი სიტყვის გამოყენება მიწევს. ესე ძირითადად კვლევის საგას წარმოადგენდა თანამედროვე ბერძნული ენა. მოდით თუ შევეხებით ჩვენ ანტიკურ ლიტერატურასაც, რომელიც გვთავაზობთ ქალთა ძლიერ სახეებს, ხო? ცნობილი არის ანტიკური ლიტერატურა და ძველი საბერძნეთი. აი აქ როგორ იცვლება ეს τენდენციები? Εσείς μας φέρατε παράδειγμα από την ελληνική γλώσσα και πώς είναι η κατάσταση με τα αρχαία και στα αρχαία ελληνικά ισχύει το ίδιο. Γιατί εμείς ξέρουμε και ότι στην αρχαία ελληνική λογοτεχνία υπάρχουν πάρα πολλές δυνατές γυναίκες, πρωταγωνίστριες της αρχαίας ελληνικής λογοτεχνίας. Τι θα λέγαμε για τα αρχαία? Και στα αρχαία ελληνικά γίνεται η ίδια η διάκριση. Αλλά εδώ μπαίνει και διάφοροι κοινωνικοί παράγοντες. Πώς ακριβώς αντιμετωπιζόταν η γυναίκα, γιατί ήταν κυρίως άντρες που υπήρχαν στις βασικές θέσεις. ძველ ბერძნულშიც ენობრივი თვალსაზრისით არის ზუსტად ისეთივე ვითარება, ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა, თუმცა როდესაც ძველ და ახალ კულტურას ვადარებთ ერთმანეთს, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ფაქტორი და ის როლი, რომელსაც ვთქვათ, მამაკაცები ასრულებდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ის ადგილი, რაც მათ ეჭირათ საზოგადოებაში.
Στη σύγχρονη εποχή έχουμε γυναίκες που είναι σε πολύ ισχυρές θέσεις, δουλεύουν οι γυναίκες και ως μέρος ενός γλωσσικού ακτιβισμού που πολλές φορές μπορούμε να πούμε, καλό είναι αυτή η διαφοροποίηση που υπάρχει να εκφράζεται και γλωσσικά. თანამედროვე სამყაროში არის განსხვავებული ვითარება, ქალები არიან ძალიან ძლიერები, დინამიურები, ისინი ხშირ მუშაობენ და ხშირად საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებს, ან ვთქვათ, ადგილს იკავებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ეგრეთ წოდებული ენობრივი აქტივიზმი ჰქონდეს და ის როლი, რომელსაც ქალები ასრულებენ თანამედროვე საზოგადოებაში, გარკვეულწილად ენობრივადაც გამოიხატოს. Βέβαια, εδώ να προσθέσω ότι επειδή μιλάμε για το φύλο, το φύλο δεν είναι μόνο άντρες γυναίκες. Έτσι έχουμε και εμείς τα λέμε ΛΟΑΤΚΙ, LGBT. Και πάλι προκύπτει το θέμα, αν χρησιμοποιήσω αρσενικό και θηλυκό, αποκλείω άτομα τα οποία είναι αυτό που ονομάζουμε non-binary. Δηλαδή έχουν το απροσδιόριστο φύλο. და აქვე ალბათ უნდა დავამატოთ კიდევ ერთი მომენტი, რომ თქვათ თანამედროვე სამყაროში თქვათ არ არის მარტო მამრობითი და მდედრობითი სქესი არა გვაქვს, ასევე არის თქვათ ტენდენცია LGBT თემის აქტუალიზაციის, როდესაც არიან ადამიანები ეგრეთ წოდებული არაბინარული თქვათ აღქმით, სექსუალური აღქმით და შესაბამისად ჩდება კითხვა, როგორ უნდა მოხდეს მათი მოხსენიება, ხო? აქაც იმიტომ რომ მათაც აქვთ განსხვავებული თვით იდენტიფიკაცია. Και ας πούμε στα αγγλικά χρησιμοποιούν την αντωνυμία they για να καλύπτουν να μην γίνεται η διαφορά ανάμεσα στο he και στο she, έτσι, αυτός, αυτή. Στα ελληνικά δεν έχουμε κάτι αντίστοιχο, βέβαια πολλές φορές χρησιμοποιείται το αυτό, το ουδέτερο. ინგლისურში ასეთ შემთხვევებისთვის LGBT თემისთვის არის თქვათ ტერმინები they, ისინი, ხოლო ახალ ბერძნულში ჩვენ ანალოგიური არა გვაქვს, ამ შემთხვევაში ჩვენ ახალ ბერძნულში გამოიყენება საშუალო სქესის სიტყვა αυτό, ის, ანუ საშუალო სქესით ხდება ჩანაცვლება აი ამ თემის აღნიშვნის. ანუ აქედან გამომდინარეობს და კიდევ ერთხელ მტკიცდება ის მოსაზრება, რომ ენა არის ცოცხალი ორგანიზმი. Άρα μπορούμε να πούμε ότι η γλώσσα είναι ένας ζωντανός οργανισμός. და ის საზოგადოების განვითარებასთან ერთად ვითარდება და ჩდება. Επίσης αναπτύσσεται μαζί με την ανάπτυξη της κοινωνίας, με την ανάπτυξη, με τις αλλαγές της κοινωνίας. თუმცა როგორც აღნიშნა ჩვენმა სტუმარმა, რომ ის გამოხატავს საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხო, გამომხატველი და კომპონენტი არის. რა იყო მთავარი და ძირითადი მიგნება? Εκφράσει και την κοινωνική γνώμη. Και ποια θα ήταν τα πιο βασικά συμπεράσματα της μελέτης και τι μπορούμε να πούμε, ποια είναι τα πιο βασικά συμπεράσματα της ομιλίας σας που θα κάνετε σήμερα. Ωραία, ευχαριστώ για την ερώτηση. Η γλώσσα είναι μια αφηρημένη νοητική οντότητα, αυτό που έχουμε στο μυαλό μας, η οποία μπαίνει σε χρήση από τους ομιλητές. ენა ეს არის ცოცხალი ესეთი აბსტრაქტული ცნება, რომელიც გამოყენებაც შესაძლებელი ხდება უბრალოდ ადამიანების წყალობით, რომლებიც მას იღენებენ. Από τη στιγμή που μπαίνει σε χρήση και τη χρησιμοποιούμε στις κοινωνικές μας σχέσεις, εκφράζουμε και την ιδεολογία μας. და მაშინ, როდესაც ვიწყებთ ენის გამოყენებას, ჩვენ გარკვეულწილად გამოვხატავთ ჩვენს იდეოლოგიასაც. Επομένως, όσον αφορά το φύλο, αν υπάρχουν περιορισμοί, δεν οφείλονται στη γλώσσα, οφείλονται στο πώς εμείς βλέπουμε τις διακρίσεις των φύλων ή δεν θέλουμε να υπάρχουν οι διακρίσεις. და როდესაც ამა თუ იმ ენას ვიყენებთ, ეს ყოველთვის რამდენად იქნება ენაში ეს სქესობრივი სექსთან დაკავშირებული შეზღუდვები გამოხატული, ეს არ არის იმდენად ენაზე დამოკიდებული, რამდენად თვითონ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ენას ვიყენებთ. ანუ გააჩნია როგორ გამოვიყენებთ. Και αν κάνουμε αυτές τις διακρίσεις, μπορούμε να αναδείξουμε και τις γυναίκες, τα non-binary άτομα, χρησιμοποιώντας το κατάλληλο λεξιλόγιο.
და შესაბამისად თუ ჩვენ გვინდა რომ გარკვეული ცნებები, განსხვავებული ცნებები გამოვხატოთ, ბუნებრივია ჩვენ შეგვიძლია ენის გამოყენება, რომ აღვნიშნოთ სხვადასხვა სქესი და მათ შორის აი ეს არაბინალური, ანუ ესე ვთქვათ LGBT თემის წარმომადგენლების, ანუ ეს ყველაფრის გამოხატვა ენაში შესაძლებელია თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ. ირინა, თქვენთან მაქვს კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც ტარდება ასეთი ტიპის კვლევები ზოგადად და ამ მიმართულებით მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა. ბუნებრივია, მეცნიერება ყოველთვის ძალიან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან და ზოგადად ეს ძალიან ლოგიკურია, ბუნებრივია და მისასალმებელია. სხვათა შორის აქვე შეგვიძლია გავავლოთ პარალელი ჩვენ ქართულ ენასთან, სადაც არა გვაქვს ასეთი, ვთქვათ, გრამატიკული სქესის კატეგორია არ არის და შესაბამისად ესეთი განსხვავებების თემა ქართულ ენაში საერთოდ არ გვაქვს, ხო? ესეც თავისთავად ძალიან საინტერესო ფაქტია. და აღნიშნა ჩვენმა სტუმარმა, რომ თანამედროვე ქალი, ხო, ძლიერი, დინამიკური, ის თავისთავად უკვე გამოხატავს საკუთარ პოზიციას და ადგილს თანამედროვე სამყაროსა და საზოგადოებაში, მაგრამ იგივე როგორც მივხვდი, აქ არის თანამედროვე ბერძნულ ენაზე ძირითადად საუბარი, მაგრამ თქვენ როგორც აი ამ დარგის სპეციალისტს. იგივე სიტყვებს შეუსაბამებდი მე იგივე ანტიკური ლიტერატურის ქალ პერსონაჟებსაც და გმირებსაც. რა თქმა უნდა, ყველაფერსო თავი დავანებოთ ქართულ და ბერძნულ კულტურას ყავს გამოერთიანებელი, ვთქვათ, ფიგურა, პერსონაჟი ამ შემთხვევაში, რომელიც არის, ვთქვათ, ერთ-ერთი ესეთი ძლიერი, ესეთი ქალის სიმბოლო, რომელიც, ასე ვთქვათ, თავისი პოზიციით ამის თქვა ფემინისტური მოძრაობის ფუძემდებლადაც ხანდახან მოიაზრება ხოლმე, ხო, ბუნებრივია ესეთი ძლიერი ქალები ანტიკურ ლიტერატურაში არსებობს, ძლიერი პერსონაჟები და შესაბამისად ამ თვალსაზრისით ანტიკურ ლიტერატურა ამ თვალსაზრისითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მიმართვის ფორმები არის, ხო? თავისთავად საინტერესო ანტიკურ ლიტერატურაში, როგორ მიმართავენ გმირები ერთმანეთს. ხო, იქ თქვათ ეს კვლევა არ ყოფილა ანტიკურ ლიტერატურაზე, მაგრამ საინტერესოა ამ მიმართვის ფორმებში თუ როგორი ტენდენციები იგრძნობა. ενδιαφέρον για την αρχαία ελληνική λογοτεχνία. Πώς γινόταν αναφορά στις γυναίκες, γιατί και μπορούμε να φέρουμε κάποια παραδείγματα και από την αρχαία ελληνική λογοτεχνία για τις δυναμικές γυναίκες, ας πούμε, πάρουμε την κοινή μας μύδια που ενώνει και τις δύο χώρες και ήταν διάκριση στις αναφοράς στις γυναίκες πρωταγωνίστες της αρχαίας ελληνικής λογοτεχνίας, τι μπορούμε να πούμε από την γλωσσολογική πλευρά. Νομίζω ότι είναι περισσότερο φιλολογικό το θέμα και όχι γλωσσολογικό, γιατί γλωσσολογικά η αναφορά μπορεί να γίνει με το όνομα, με τις αντωνυμίες, ίσως και με κάποιους χαρακτηρισμούς, κάποια επίθετα να δηλώνουν τη δυναμικότητα, αλλά είναι περισσότερο η φιλολογική προσέγγιση πώς αναδεικνύουμε τον χαρακτήρα αυτών των γυναικών. ვფიქრობ, როდესაც ვსაუბრობთ ძველ ბერძნულ ლიტერატურაში მიმართვის ფორმებზე, ან სხვადასხვა ტიპის პერსონაჟ ქალებს როგორ მიუმართავთ ხოლმე, საკითხი უფრო უნდა განვიხილოთ ფილოლოგიური კუთხით, ვიდრე ლინგვისტური კუთხით. რადგან მიმართვის დროს ჩვეულებრივ გამოიყენება ხოლმე, ვთქვათ, სახელი შეიძლება იყოს რაღაც ზეცართავის სახელი, ეპითეტი შეიძლება იყოს გამოყენებული, ასევე ნაცვალსახელები. ანუ ეს არის უფრო რაღაც სტილისტური ფილოლოგიური ასპექტები, ვიდრე ლინგვისტური განსხვავებები. ხატრული თხრობის ელემენტები. დიახ, ზუსტად. და რაღაცნაირად ერთგვარად ჩვენი გადაცემა უკვე სრულდება, რა იქნება თუ მისი სამომავლო გეგმა, როგორ ხედავს მის ამ თემაზე აპირებს თუ არა მუშაობის გაგრძელებას და იგივე დღევანდელ შეხვედრას თუ დაუბრუნდებით, როგორ უკავშირს ელოდება საზოგადოებისგან. Τα δικά σας σχέδια για τη μελέτη σας, με σε ποια κατεύθυνση θέλετε να συνεχίσετε τη μελέτη σας και ποια ανταπόκριση περιμένετε απόψε από την ομιλία σας και τι ανταπόκριση περιμένετε από το κοινό που θα έρθει να σας παρακολουθήσει. Εγώ είμαι θεωρητική γλωσσολόγος
και αυτό είναι ένα θέμα με το οποίο ασχολούνται κυρίως οι κοινωνιογλωσσολόγοι. Αλλά ασχολήθηκα με αυτό γιατί είμαι και στο Πανεπιστήμιο η πρόεδρος της Επιτροπής Ισότητας των Φύλων. Άρα είναι ένα θέμα που έπρεπε να το αντιμετωπίσουμε στα κείμενα, πώς γράφουμε στα επίσημα έγγραφα, αν χρησιμοποιούμε και τα δύο φύλλα. Το πρώτο μέρος. მე პირადად ვარ, ასე ვთქვათ, თეორიული ენათმეცნიერების წარმომადგენელი და ეს ამ საკითხებით ძირითადად არის დაკავებული სოციოლინგვისტიკა, თუმცა ჩვენთან უნივერსიტეტში პატრაში არის ასე ვთქვათ კომიტეტი, რომელიც აი ამ სექსუალური თანასწორობის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს და როგორც აი ამ საკითხებზე მომუშავე ადამიანი დავინტერესდი ამ საკითხით. Απόψε νομίζω το πιο βασικό είναι να απευθυνθούμε σε ένα κοινό που μιλάει μια γλώσσα που δεν κάνει αυτές τις διακρίσεις. ამ შემთხვევაში დღეს ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მე ჩემს მოხსენებას წარუდგენ საზოგადოებას, რომელიც თავად ენაში მეტყველების დროს აი გენდერულ განსხვავებებს არ აკეთებს ხოლმე. Επομένως δεν έχει αυτό το πρόβλημα. ანუ ასეთი პრობლემა თუ შეიძლება ამას პრობლემა ვუწოდოთ ქართულ ენაში არ აქვს ეს საზოგადოება რომელიც დღეს ჩემს მოსასმენად მოვა ამ განსხვავებას ვერ დაინახავს, ანუ პრობლემას ვერ აღიქვამს. Και να δείξουμε όταν η γλώσσα κάνει τους διαχωρισμούς που είναι γλωσσική όχι κοινωνική, πώς μπορούμε να το αντιμετωπίσουμε, τι λύσεις μπορούμε να βρούμε. და აქ უბრალოდ ვიმშელებთ ისეთი ენის მაგალითზე, ისეთ ენაზე, რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს, როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ ეს გენდერული განსხვავებები ენაში არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვთქვათ ასეთი განსხვავებები გვაქვს. და აქვე მე ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ ქალბატონი ანა რუსუ, ისევე როგორც მისი მეორე კოლეგა პატრიდან, ირინე სოფია კიაპიდუ, რომელიც ხუთშაბათს აიკითხავს მოხსენებას ბიზანტიურ ისტორიოგრაფიის შესახებ, ისინი გვეწვივნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პატრის უნივერსიტეტს შორის არსებული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერაზმუს პლუსის ფარგლებში და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ორივე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილებებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელთა წყალობითაც, რომელთა ჩართულობითაც აი ეს გაცვლითი პროგრამების განხორციელება შესაძლებელი იქნა და რა თქმა უნდა, მადლობა ერაზმუს პლუსის ევროკომისიას და ერაზმუს პლუსის პროგრამას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ესეთი გაცვლითი პროგრამების საშუალებით ერთმანეთთან ვიქონიოთ უფრო მჭიდრო კონტაქტები. რამდენად მნიშვნელოვანი არის თანამედროვე მეცნიერებისთვის, როდესაც საზღვრები არ არსებობს და როდესაც შესაძლებლობა გაქვთ, რომ ერთმანეთის კვლევებს გაეცნოთ, ერთმანეთის ახალ მიგნებებს, სამეცნიერო ნაშრომებს, რამდენად უწყობს ის ხელს მეცნიერების განვითარებას ზოგადად? არა თუ უწყობს, უბრალოდ საერთაშორისო კონტაქტების და კავშირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მეცნიერების განვითარება და რეალურად ხარისხიანი პროდუქტის მიღება. ჩვენ ძალიან გვჭირდება ცოდნის გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა პერსპექტივებით ამა თუ იმ საკითხის კვლევა და ეს გაცვლითი პროგრამები გვეხმარება არა მხოლოდ ჩვენ ვისწავლოთ სხვათაგან, არამედ ის, რაც ჩვენი კვლევის შედეგებია, გავუზიაროთ. ამ შემთხვევაში ეს არის ორმხრივი ურთიერთგაზიარების, გამდიდრების და ერთმანეთისაგან სწავლის საშუალება. და ამავე დროს ეს არის ქართული საუნივერსიტეტო სკოლის და ასევე სკოლების და ქართული მეცნიერების პოპულარიზაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ორმხრივი სარგებელია თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენც ვსწავლობთ და ჩვენც ვასწავლით. და ორივესთან მექნება კითხვა, ბოლო კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც დღეს ხდება ასეთი ტიპის კვლევები და ასეთი მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხების წამოწევა, რომელიც დღევანდელობასთან არის კავშირში. ამტკიცებს ის არა იმას თუ რომ მეცნიერება არის ყოველთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური და მოაჯისცემას უნდა გრძნობდეს ის საზოგადოების. Posta εκτιμούσατε γενικά αυτά τα θέματα που έχουν σχέση με την επικαιρότητα, με την κοινωνική ζωή, τι μας δίνουν, γιατί είναι σημαντικά? Νομίζω ότι είναι σημαντικά, τώρα όχι τόσο γλωσσολογικά, γιατί αυτή είναι η πραγματικότητα στην οποία ζούμε. Και αυτό που μας ενδιαφέρει είναι να δούμε πώς η γλώσσα μπορεί να μας απελευθερώσει, γιατί πολλές φορές θεωρούμε ότι βάζει τα όρια, και να χρησιμοποιήσουμε τη γλώσσα για να αναδείξουμε και κοινωνικά θέματα.
ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ამ ტიპის კვლევები არის მნიშვნელოვანი არა იმდენად ლინგვისტური თვალსაზრისით, რამდენად საზოგადოებრივი საზოგადოებრივი კუთხით, რადგან ხანდახან გონია ხოლმე რომ ენა გარკვეულ შეზღუდვებს გვიწესებს და სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ენა გვათავისუფლებს, ენა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი სადგივარი, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები წარმოვაჩინოთ. და როგორც გასაცემის დასაწყისში თქვა, ქცევა არის, ხო? რა თქმა უნდა. ენას არ აქვს ასეთი მახასიათებლები, რომელიც ჩარჩოში სვავს ადამიანებს შემოგვაქვს ხოლმე ჩვენი ასე ვთქვათ შეზღუდვებით. თავისთავად ენა როგორც ქალბატონმა ანა რუსუმაც ბრძანა გვათავისუფლებს და აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენება უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ირინე, განსაკუთრებით დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვეხმარეთ თან საინტერესო საუბრის წარმართვისთვის და მონაწილე იყავით თან. აი ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ირინე დარჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ასევე ანა რუსუ, პატრის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტის ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი.